გამარჯობა. მიხარია რომ DR პოდკასტი YouTube-ის რეკომენდაციებში ამოგივარდა და ახლა შენი ნებით ამ ეპიზოდს უსმენ. მაგრამ კიდევ უფრო მეტად გამიხარდება თუ არ დაიშურებ შენს გულწრფელ რეაქციებს და უკვე აქედანვე გამოიწერ არხს და შემდგომ ეპიზოდის ყურების შემდეგ დამიტოვებ შენს გულწრფელ რეაქციას, რადგან დარწმუნებული ვარ რომ დღეს ძალიან საინტერესო საუბარი გველის წინ. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია, როდესაც ჩემი სტუმარი არის ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი და დარწმუნებული ვარ, ზუსტად არ ვიცი დღეს ჩვენი საუბარი სად მიგვიყვანს და კონკრეტულად რა თემებს მიმოვიხილოთ საბოლოო ჯამში, მაგრამ ფინალი ნამდვილად ცალსახაა, რომ აუცილებლად ეს ეპიზოდი იქნება ინფორმაციული და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ მასალას წაიღებ თვით ანალიზისთვის. ასე რომ დავიწყოთ. გამარჯობა კიდევ ერთხელ და მიხარია რომ ჩემთან ხარ სტუმრად. მადლობა მოწვევისთვის. გადავიდეთ მაშინ პირდაპირ თემაზე და მინდა რომ დავიწყოთ კონკრეტულად თვით ანალიზით და თვით რეფლექსიის თემით. და ჩემი დაკვირვება მინდა რომ გაგიზიაროთ და ეს კითხვის ფორმატში გადავაქციო. მე პირადად რაც ჩემი თავი მახსოვს, ჩემთვის ეს პროცესები, ანუ თვით დაკვირვება, ანალიზი, რეფლექსია ძალიან ახლობელი ცნებები არის და მეგონა რომ ყველა ადამიანი ასე უნდა ყოფილიყო. და ბოლო რამდენიმე წელია აღმოვაჩინე რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც არ მოსწონთ, არც ცდილობენ, არც აინტერესებთ, ან უბრალოდ შეიძლება უნდათ და არ შეუძლიათ რომ საკუთარ თავს და ემოციებს დააკვირდნენ. და მე მაინტერესებს პირველ რიგში ის, რომ რა განსაზღვრავს იმას, რომ ზოგი ადამიანი ბუნებრივად არის მიდრეკილი შინაგანი კვლევისკენ და ზოგს კიდევ პირიქით ეს პროცესი ეზარება ან აშინებს. ცალსახად ცნობიერების მდგომარეობა, იმიტომ რომ ყველა ხო ერთი მდგომარეობით არ არის დაბადებული. ის რა ნაწილია ხა ცნობიერებაში გააქტიურებული. კაცობრიობის ისტორიას თუ ზოგადად კაცობრიობას თუ გადავხედავთ, გასაკვირი ეგ არ არის, იმიტომ რომ უმეტესობა ადამიანები მაინც ცხოვრობენ ძალიან ყოფითი ყოველდღიური პრობლემებით, თორე ხა რეფლექსიით რო იყოს ყველა დაკავებული, სამყარო გაცილებით უკეთესი იქნებოდა ეხა. ცნობიერება განსაზღვრავს ყველაფერს აბსოლუტურად, აი ესეთი გამონათქვამიც აქვს ბუდისტებს, ცნობიერება განსაზღვრავს ყოფიერებას. და შესაბამისად, როდესაც ახლა თქვენ წეგან თქვით, რომ ჩვენ დავიწყებთ და არ ვიცით სად მივალთ. ეს არის ჭეშმარიტება, იმიტომ რომ როდესაც საუბრობ გონებაზე და ფსიქიკაზე, არასოდეს არ იცი სად მიხვალ. არა მარტო საუბარში არ იცი სად მიხვალ, რეფლექსიის დროსაც არასოდეს არ იცი სად მიხვალ. იცით რა მაინტერესებს კიდევ? ეს შეიძლება რომ რამე ტრაუმის ან თავდაცვითი მექანიზმის გზა იყოს თუ უბრალოდ განსხვავებების ამბავია. ყველაფერი ტრაუმები არ არის. არის განვითარება ცნობიერების, იცით, ისე ბნელა ადამიანის ფსიქიკაში ხა უკვე მგონია რომ სულ ერთი და იგივე ტექსტებით ვსაუბრობ, მაგრამ ახალი რა ვთქვა, არ ვიცი, ანუ ყველაფერი ვითარდება, ცნობიერება ვითარდება ნელა. და შესაბამისად იმ ხელას ისეთი სიბნელეა, იმიტომ რომ პირველადი მოთხოვნილებები ადამიანში, ანუ რა არის წამყვანი, ხო, სურვილი, ამბიცია, მიღწევა, გამოღწევა რაღაცა, ეს იმდენად აქტუალური და იმდენად მნიშვნელოვანია, ხო, ეს რაღაცა ბნებები, სექსუალურობა, ის რომ გონებას და რეფლექსიას საერთოდ სხვა ტერიტორია სჭირდება რეალურად ცნობიერების რო აქ ჩავიდეს და შესაბამისად ვინ რა რესურსით იბადება, ხა ამაში ახალი არაფერია რომ ვიღაცა ძალიან განვითარებული გონებით იბადება, ვიღაცა არა, ხა ჩემი მოგონილი არ არის ხო და შესაბამისად როდესაც ვსაუბრობთ ფსიქიკაზე, ჩვენ ვსაუბრობთ აი რაღაცა უღრან ტყეზე. არავინ იცის იქ რა ხდება, რა იქნება, როგორ იქნება, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი ზუსტად. გამბედაობა არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ გზაზე, იმიტომ რომ როდესაც შენ ამ ტერიტორიაზე შედიხარ, შენ არ იცი იქ რა დაგხვდება და ეს შიში ხშირად განიზიდავს ადამიანს. იმიტომ რომ ადამიანი არის ეს სტერეოტიპების ნაკრები, რაღაც მანქანა, რომელშიც არის ეს სოციოკულტურული, რელიგიური ისე და იმას აქ თითქოს განსაზღვრული რაღაცა მინდორი, სადაც უნდა ითამაშოს. და რეფლექსია არის ადგილი, სადაც არაფერი არ არის განსაზღვრული. წინასწარ არავინ არაფერი არ იცის რა დაგხვდება და ეს იწვევს შიშს. ის რაც გაიარეს, იცი, წაიკითხე, მოისმინე, უნივერსიტეტებში გასწავლე, სახლში, წიგნებში წაიკითხე, ეს გაკვალული ტერიტორია. აქ მარტივია მოძრაობა. რატო? იმიტომ რომ ადამიანის გონება მუდმივად ეძებს უსაფრთხოებას. და ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ უსაფრთხოებას ეძებს გონება, რომელიც არის სხეულში, რომელიც ძალიან მალე მთავრდება.
ხო, ეს არის პარადოქსი, ხო? უსაფრთხოებას და გაურკვევლობას ეძებს ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად არ იცის მეორე დღეს არათუ რამის მიღწევა არ მიღწევა ექნება, არათუ საერთოდ ამ სხეულში იქნება თუ არა. აი ეს ვფიქრობ, რომ ამის რეფლექსიაც შიში წვევს ადამიანში. ადამიანს ძალიან ეშინია ამ ტერიტორიაზე გადასვლის, აი, როდესაც იწყებ ადამიანთან, აი, ინდივიდუალურად მუშაობ და ადამიანი გეუბნება, რომ იცი რა, აი მე შინია რომ მას არ დავშორდე 10 წლის მერე და მე ვეუბნები, რომ შენ დარწმუნებული ხარ, რომ ხვალ ცოცხალი იქნები და ეს როგორი ტერიტორია, იცი, მომენტალური რეაქცია არის ძალიან ესეთი უარყოფითი, რომ ასე ქვია მე რატო უნდა ვიფიქრო სიკვდილზე, კი არ უნდა იფიქრო სიკვდილზე, უნდა იცოდე, რომ სიკვდილი არის ყოველ წამს და შენ შესაბამისად, როცა ეს იცი, უფრო ფოკუსირებული ხარ საკუთარი თავის გაცნობაზე, ვიდრე ამ უაზრო რბოლაზე შენი მიღწევების და უბრალოდ არეგულირებ. ხვდები, იმას კი არ ვიცახი, რომ იმას არა, უნდა იცხოვროს ადამიანმა სანამ ცოცხალია, იცხოვროს, მთელი დატვირთვით, ენერგია ჩადოს, ისწავლოს, განვითარდეს, მაგრამ ახსოვდეს, რომ არ ჩაიციკლოს სურვილებზე, მიჯაჭვულობებში არ გადავარდეს. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ზუსტად ეს შემდეგ ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს ის, რომ ადამიანს არ უნდა რეალობის მიღება და ეჯაჭვება უაზროდ ყველაფერს. რაშიც კი მისი სიამოვნება არის დანახული. თქვენ გავკვრით შეეხეთ ტრავმებს და არ მინდა რომ ამას დიდი დრო დაუთმოთ, რადგან სხვა უამრავი პოდკასტი თუ მასალა მოიპოვება ინტერნეტში, სადაც თქვენ ამ თემაზე ძალიან ღრმად საუბრობთ. უბრალოდ რევერსულად მინდა რომ მივუდგეთ ამ საკითხს. ძალიან ხშირად დღეს კერდა ყველა ვინც თერაპიაში წავიდა, ასე რომ ვთქვათ, უბრუნდება ბავშვობის ტრავმებს, ხო ასეა. და ბევრ რაღაცას შეიძლება ბევრი რელევანტურია, რომ ან ბავშვობის ტრავმებიდან მოვდივართ ყველა, მაგრამ სადღაც გადამეტებული ხომ არ არის ამ ბავშვობის ტრავმების მნიშვნელობა. იმიტომ რომ იდეაში დღეს ყველაზე გათვითცნობიერებულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ხო ასეა, უფრო მეტად თვითინსპექციისკენ ვართ მიდრეკილები და უფრო მეტად ვცდილობთ მშობლები, რომ ბავშვები უტრავმოდ გააღზარდოთ, ბედნიერები აღზარდოთ. აბსურდია, უტრავმოდ ბავშვი არ გაიზრდება, იმიტომ რომ ტრავმის აღქმა აქვს ცნობიერებას და ბავშვობა მიდის არაცნობიერ დაუცველ, აი ღია გაშიშვლებულ ტერიტორიაზე და მანდ ვერავინ ის რომ შენ ახლა კარგად აცმევ და კარგ სკოლაში დაგყავს და სურვილს უსრულებ, ეგ არაფერ შუაშია. ის მეგობართან რო დაждდება გარეთ ელაპარაკება იმ წუთას მეგობარი რას ეთქვის და ამის ფსიქიკაში სად მოხდება და სად ჩამოემხობა ამას სამყარო არავინ იცის. ეგეც ერთგვარი ზედაპირული მიდგომა. მე გიტყვით ერთ რამეს, მე მგონია რომ დღეს რელიგია ჩაანაცვლეს ადამიანებმა აი ამ სულ მუდმივი საუბრებით ეს რაღაცა თვითანალიზი, თვითრეფლექსია, ფსიქოთერაპია, რაღაცა მედიტაცია ჩაანაცვლეს, თორე სიღრმეში არავინ არ წასულა. უბრალოდ ერთი იდეოლოგიას მე მგონი მეორე ანაცვლებს და სხვანაირად ვერ უხსნი, სრულიად გაუცნობიერებელი თვითონ ადამიანები ემოციებში დაულაგებლები თავისუფლებას აძლევენ ვიღაცებს რაღაცები დაალაგებინონ, რაღაცები ილაპარაკონ, ხო, აი მე მაგალითად აღარ შემიძლია ამის მოსმენა, აი რაც ხდება დღეს ამ სოციალურ ქსელებში თუ YouTube-ზე ამ თემებზე, მარტო საქართველოში არა მთელ მსოფლიოში, მსგავსი პაპსა არაფერი მინახია, უბრალოდ რელიგია ჩაანაცვლა ახლა ამით, მაგრამ ბლა 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 არაფერი ამის იქით არ წასულა. ტრავმებთან აი რატო დავიწყე ახლა ტრავმის გარეშე, რა თქმა უნდა, ანალიზი არ იწყება, მაგრამ ის რომ ტრავმებში ყინავენ პაციენტებს, ეს ნიშნავს, რომ თვითონაც არ იცის ფსიქოთერაპევტმა ამის იქით რა ხდება, იმიტომ რომ როცა ამ გზას არ გადის თავად ადამიანი, იქ არის თეორიები დაწერილი, რომელსაც მიყვები. და მე რას ვიღებ, იცი, თითქოს ეს გახდა გარკვეული თავდაცვითი, აი, როდესაც მე ვესაუბრები და ვენები ამას რატო აკეთებ დღეს? მე მინდა პასუხი დღეს, შენი პასუხისმგებლობა დღეს ის პასუხობს, რომ იცი, იმიტომ რომ ალბათ ბავშვობაში ეს მე დედაჩემმა გამიკეთა და მე ვეკითხები, მე გეკითხები დღეს სად არის შენი პასუხისმგებლობა და ნახე მანდ მეორე ეტაპი რა არის, შენ რო ეს დედამ გაგიკეთა და დღეს შენ თვითონ ხარ დედა
და უკვე შენ სულ დედას აბრალი ყველაფერს. ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე ხელიდან უშვებ იმ ტერიტორიას, შენ სადაც უნდა იყო პირადი პასუხისმგებლობა და შენი შვილისთვის ისეთივე ტრამვული გამოცდილების მიმცემი დედა ხარ, როგორც დედა შენი იყო. სად არის განსხვავება? ტრამვამ ხო უნდა გასწავლოს, რომ ის რომ მე რო აი ესე მომექცნენ, მოდი ეს აღარ გავაკეთო, გავიაზრო, თუნდაც ის რომ დედაჩემა ეს ვერ გაიაზრა, მოდი ახლა მე გავიაზრო ეს და არ გავიყინო ამ ტრამვაში, გავიგეთ, ხალხო, გავიგეთ, რომ ბავშვობა არის რთული, გვიჭირს, მშობლებს უჭირთ, არავინ მზად არ არის, გავიგეთ, სადღაცა ძალადობა, მაგრამ აღარ ვართ ბავშვები, ხო? გამოვედი და მოდი ვამბობ ესე, რომ ბავშვობაში თუ რესურსი არ მქონდა, დღეს მაქვს რესურსი. მაშინ აღიარე რომ არა გაქვს რესურსი, აღიარე რომ შენ არაფერს არ აკეთებ იმისთვის, რომ შენ აიღო პირადი პასუხისმგებლობა ხვდები და როცა მეუბნები, რომ იცი რა, მე ჩემი რაღაცა ბავშვობის დაუკმაყოფილებელი სურვილებს მინდა დღეს დავიკმაყოფილო და შენ ამ დროს შვილები გყავს, არაფრით არ განსხვავდები შენი მშობლისგან და აქ უკვე მე ვფიქრობ, რომ მშობელზე დაბრალება ან ვინმეზე ბავშვობაში არის გაქცევა პასუხისმგებლობისგან, თორე რეალურად ადამიანი რომელიც მიყვება ამ რეფლექსიას სწორედ მაგას გაჩვენებს ძალიან მარტივად, რომ იქ თუ ვერ დავალაგე, მოდი დღეს მე ამას შევხედო, მე ამ გზაზე მივდივარ და მეს დავინახე ჩვეულებრივად, რომ მოდი დღეს შევხედო სხვანაირად ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე თუ მიმაჩნია და მაქვს პრეტენზია, რომ უფრო მეტად განვითარებული ვარ, უფრო მეტად მესმის და ქილიკობენ ძალიან ამ წინათ თაობის ხალხზე, რომ იმათ არ ესმოდათ, ესე გაიზარდნენ ბნელო და შენთანაც ბნელა თუ შენ მათ ხარ დარჩენილი ხვდები, შენ გაიაზრე მაშინ აქ და შენ დაიწყე აქედან გამოსვლა და მაშინ შენ რატოა ჩემ შვილებს? დედა იყო გაუცნობიერებელი, გაგაჩინა, ჰაი-ჰუი, ვერ გაიგო. შენ თუ გესმოდა ეს, მოდი ჯერ გაცნობიერების გზაზე გევლო და მერე შენ ამ დროს ატრიალებ ამ წრეს ხვდები და უბრალოდ არ იღებ პირად პასუხისმგებლობას. მე მგონია რომ ეგ ჩაციკლა ბავშვობის ტრამვებზე არის ნიშანი იმის, რომ ადამიანს არ უნდა ინფანტილიზმიდან გამოსვლა და უნდა მუდმივად ვიღაცას აბრალოს რაღაც და აქ ჩიხია, ხა ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ჩემი საუბარი პირდაპირ გეტყვით, საერთოდ აღარ მაღელვებს მე ეგ თემა, ვისაც აინტერესებს და ინტერესით მისმენს, მათ ვეტყვი, რომ აქ ჩიხია. შენ ვალდებული ხარ დღეს უკვე ზრდასრული თვალებით შეხედო შენს დღევანდელ გამოწვევებს და არა იმ პატარა ბავშვის თვალებით, რომელიც 12 წლის თუ 9 წლის თუ 10 წლის ასაკში სითბო დააკლდა, დაჩაგრეს, ლამაზი არ იყო, ის არ იყო. არა უშავს, მე ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, როდესაც იზრდები და ამაზე ფოკუსირდი. რა ტრამვა დატოვა და ხედვა შეატრიალა. ყველაფერი არის ხედვა. ტრამვაც არის მათ შორის ხედვა. თქვენ ისეთი წინადადება ახსენეთ, რომელმაც წლების წინ მე ძალიან დამათრიგერა. არ მახსოვს დეილ კარნეგის წიგნი იყო თუ ბრაიან ტრეისი, სადაც ზუსტად ეს წინადადება აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. და მახსოვს რაღაც შოკი დამემართა, აი ძალიან გამომეხმაურა ეს წინადადება და მე რაღაცა პერიოდის მერე მივხვდი, რომ მართლა დავიწყე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ძალიან ბევრი რაღაც სხვანაირად დავაგდა. არ ვიტყვი რომ ყავს პოზიტიურად, მაგრამ დავაგდა ყოველ შემთხვევაში ჩემს გონებაში და სხვებისგან რაღაცების მოლოდინს თავი დავანებე და ძალიან ეხაც დამფუძგლა ეგ რა თქვით. უბრალოდ მაგ იმას გავაგრძელებდი თქვენს სათქმელს, რომ კორპორატიულ კულტურაშიც ხშირად ვაწყდები. ერთი არის რომ ისე ურთიერთობაშიც არ ვიღებ პასუხისმგებლობას ზოგჯერ საკუთარ თავზე, მაგრამ მე ძალიან მომწონს კორპორატიულ ეთიკაში ადამიანებზე დაკვირვება, კულტურაში უფრო სწორად და ვამჩნევ, რომ ადამიანებს თუნდაც როდესაც აქვს მისკომუნიკაციის პრობლემა, ან კომუნიკაცია საერთოდ არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ მეორე მხარე ან სხვა მხარე მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ანუ თვითონ არიან პასიურ პოზიციაში და მე როდესაც არ დგება ეს შედეგი, რომელსაც ელოდებოდნენ, აქვთ პროტესტი მეორე მხარისადმი რა და მარტივად ყოფია მაგას ინფანტილური დამოკიდებულება. პასუხისმგებლობის არაღება კი. აი ზუსტად ეგ იყო, რაც მეც მაქვს გაცნობიერებული და თქვენი აზრით როგორ არის შესაძლებელი, რომ ადამიანებმა უფრო მეტად გააკეთონ აქცენტი თავიანთ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას და არ შეეშინდეთ ამის. ზრდასრულობა რა არის, ფსიქოლოგიური ზრდასრულობა, აი ძალიან ესე აზრებში რომ დავალაგოთ, არავინ შენს წინაშე ვალდებული არ არის. შენ ისევე როგორც სხვას ერთი გონება, ორი ხელი, ორი ფეხი, ცნობიერება მიხედა შენს თავს. ყველა ადამიანს აქვს თავისი თავი.
ხვდები, ეს უნდა გაიგო, რომ თუ რამ გინდა შენ თვითონ გააკეთე, თუ რამ გინდა შენ თავს გაუკეთო, შენ გაუკეთე. პარტნიორულ ურთიერთობაშიც იგივეა, ხო, რაღაცა კულტურიდან გამომდინარე ზრდიდან ისე გოგოებს, ეს იყო, ოღონდ ეს რეალობა იყო, რომ აი შენ იყავი, ვიღაცა მოვა პრინცი თეთრ ცხენზე ან შავზე და მოკლედ იმან უნდა მოგიწყოს ცხოვრება, შენ უნდა იშდე და რა ვიცი, რაღაც ეს. შემდეგ ეს არის, რა თქმა უნდა, ქალის ინფანტილიზმში დატოვება, ხო, რესურსის ჩაჭრა, რომ არ განვითარდეს, მაგრამ ეხლა დღესდღეობით აღარ არის, ხო, რეალურად ყველა ვიაზრებთ, რომ გაგება მინდა, გაკეთება მინდა, ფული მინდა, ნივთი მინდა, თუ რაღაც მინდა, თუ ინტელექტუალური რესურსი მინდა, ეს მე უნდა ავიღო და ამის საშუალება არსებობს. და არავინ არ არის ვალდებული მათ შორის ემოციური თვალსაზრისითაც უფრო ღრმად მიდის ხო ფსიქოლოგია, რომ თუ მე შენს გვერდით ვარ ცუდად დათრგუნული, მე უნდა დავიწყო ამის დანახვა. ნახე, ერთია რომ შენ ცდილობ ჩემით манипуლირებას და მთრგუნავ, მეორეა რომ მე ვითრგუნები და მე გაძლევ манипуლაციის შესაძლებლობას მაშინსა და მე ჩემთვის დღეს ყველაფერი არის მესეჯი, რითიც არაცნობიერი მელაპარაკება. და მე არაცნობიერი მეუბნება რომ აბა ნონა გაიღვიძე შენი თუ ვიღაც ახერხებს манипуლირებას. მოდი დაიწყე ფიქრი, რა არის ეს, სად გაქვს ჩაკეტილი ხედვა, რომ შენ ამას ვერ ხედავ. ეს ან შენ სურვილს ხვდება, ან შენ კვლავ გაგებას და იდეას ხვდება, რომ იცი რა, აი მე მინდა რომ რაღაცა მაინც ველოდები, რომ იქნებ იმან რაღაცა ესეთი საოცნებო ცხოვრება მომიტანოს და აღქმულ მიწაზე გამოყვანოს. ჩვენ რეალობას კი ვერ ხედავთ. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ხედავთ ჩვენს წარმოდგენებს, ოცნებებს და ილუზიებს და ერთი რამე არ გვესმის, რომ ყველა ადამიანი თავის გზაზე უმშია, ყველას თავის პრობლემა აქვს, მნიშვნელობა არ აქვს სქეს, ქალია თუ კაცია და ყველა თავის ძიებაშია და ყველას ყველაფერი დასალაგებელი აქვს და არავინ არ არის რაღაცა ესეთი ზეკაცი, რომ დაგხვდა შენ ახლა გამზადებული და მოდი აბა იცხოვრე და არც ხდება ეგრე შენმა ფსიქიკამ, ანუ შენმა არაცნობიერზე გავლილმა გზამ უნდა მიგიყვანოს შენს რაღაცა ამ აღქმულ სახში თუ სადღაც და სხვანაირად ეს არ მოდის და ამიტომ ამის გაგება როცა არ გინდა, იცი რა არის მესმის, როდესაც ხარ ძალიან ახალგაზრდა და თინეიჯერი, მაგრამ მე ხო გირტყავს ცხოვრება, არა იგი კეტავს, იგი კეტავს, ეს ურთიერთობა არ გამოგდის, ის არ გამოგდის, ეს ხო დასაფიქრებელი, ხა მე ესე დავიწყე რეფლექსია. ჩემთვის არავის არ უთქვამს რეფლექსია დაიწყე, მე დავიწყე მარტივად დაკვირვება, რომ რაღაცას ვგეგმავ არ გამოვიდა, რაღაცას ესე ვხედავდი არ გამოვიდა, ну აი რამდენი ხანი შეიძლება სხვაზე იყო გაბრაზებული, ხო? მე დავსვი კითხვა, რომ იქნებ არის რაღაც, რასაც მე ვერ ხედავ უბრალოდ. ესევე არ იყო თავიდან, მე დავინახე არასწორად და აქედან დაიწყო რეფლექსია, რომ დავიწყე ჯერ იმის დაკვირვება, ჩემი გონება საერთოდ როგორ ხედავ და მოვლენებს როგორ აღიქვავ და რა ტერიტორიიდან ვიყურებოდი, რა კულტურიდან, რა წიგნებიდან, რა ინტელექტიდან, რა მოგროვილი ინფორმაციიდან, რასაც ჩვენ განპირობებულ გონებას ვეძახით და ამ ძიებაში ძალიან იშლება წინ ყველაფერი ეს უღრანი ტყე რაღაცა იყრება ფარდა იწევა და შენ ძალიან რეალურად იწყებ ამ ყველაფრის დანახვას და ხვდები რომ უბრალოდ შენ ხედავდი შენი ილუზიები, თორე წინ ეს ლურჯი ხო არასოდეს არ ყოფილა ლურჯი, შენ ხედავდი ლურჯად, იმიტომ რომ შენ გონი, შენ ხარ შენი აღქმის ტყვე რეალურად. თქვენ ახსენეთ პირადი საზღვრების დაცვა, რაც ასევე ძალიან პოპულარული ტერმინი არის დღეს და ყველა მაინც ცდილობს რომ ვისწავლოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი აზრით მთავარი კითხვა აქ ის არის, როგორ ვისწავლოთ პირადი საზღვრების დაცვა ისე, რომ ეს არ გადაგვივიდეს ეგოიზმში ან სხვა ადამიანების ნიველირებაში. და არც იმაში, რომ ბრმა ზონები შევიქმნათ და ყველანაირი კრიტიკა პირობითად ან ჯანსაღი კრიტიკა რაც წამოვა, აღვიქვათ აგრესიად და ყველას ესე უთხრათ, რომ არა შენი აზრი არ მაინტერესებს. იცი რა არის, ხა როგორი გავრცელებული ტერმინებია, ხო ყველა მაგას ლაპარაკობს და იმის იქით არის სიცარიელე, ეგრევე იგრძნობა ხო ადამიანებში. ჯერ მოდი გაარკვიე, სად გადის შენი ხაზი რა. ეს რო არ იცი შენი ხაზი, სად გადის, რა ხაზი უნდა დაიცვა. ანუ შენ თუ შენ თავს არ იცნობ, შენ არ იცი სად გადის შენი წითელი ხაზები. ყველას წითელი ხაზი ერთ ტერიტორიაზე არ გადის. ანუ მინიმუმ კრიშნამურტი რო ამბობდა, რომ შენ თუ არ იცი შენი თავი და ვინ ხარ, შენ არჩევანს რა მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ირჩევს ქაოსი.
შენ აზრზე არა ხარ ვინ ირჩევს ხდები აქაც ანალოგიურია სად გადის შენი ხაზი ამას გონება კი არ გეტყვის ეს შეგრძნებით უნდა მიხვდე აი როდესაც ახლა მე თქვენ გესაუბრებით და გისმენთ ხო ну ეხლა ან სადმე სხვა სიტუაციაში მე ვგრძნობ რა დონეზე შემიძლია ავიტანო ელემენტარულ გაძლებაზე აქვს საუბარი შენი კრიტიკა შენი თავდასხმა ხო ეს ერთი მეორე რეალურად მე რა მინდა ამ ურთიერთობაში და ზოგადად საერთოდ რა მინდა სოციუმში რომ გავდივარ ამ დაუცველი ხაზებით. ხშირად ხაზების დაუცველობა ზუსტად იქიდან არის გამოსული, წეგან რას თქვი რომ გინდა, როცა გინდა ვიღაცამ ცხოვრება დაგილაგოს, იქ შენ ხაზები ვერ გექნება ხვდები, გახსნილი ტერიტორია გაქვს ჩვეულებრივად და უშვებ რომ აი შემოვიდეს დაგილაგოს. ამიტომ ჯერ გაარკვე შენი ხაზები სად გადის რა. რაც შეეხება ეხლა კრიტიკის არ მიღებას, ეს ძალიან რთული თემაა, ხვდები. ვინ გეუბნება ამას, რა ტონალობით გეუბნება და რა შინაარსებს ამაში, მან ძალიან რთული ახლა ცალსახად ვერ ვიტყვით, ხო? თუ შენთვის ეს ადამიანი არის მინიმუმ ავტორიტეტი უნდა იყოს, რომ მიიღო მისგან, იმიტომ რომ თუ არ არის გონებისთვის ავტორიტეტი ვერ იღებს და მაინც საბოლოო ჯამში ჯობია რომ ეს ყველაფერი ისევ შენს თავს მოარგო და შიგნით გაიაროს, მაგრამ ისევ ვამბობ, თუ შენს თავს არ იცნობ, თუ შენ ჩრდილს არ იცნობ, შენ აზრზე არ ახარ შენი წითელი ხაზები სად გადის და შესაბამისად იწყება ის რაც არის ზოგადი ფონი რომ ჩემ ტერიტორიაზე არ გამოხვიდე და აი თქვენ რას თქვით წეგან ეგოიზმში მაგიტომ გადადის ყველაფერი და გულგრილობაში თანამედროვე სამყაროში პირადი ხაზები გულგრილობაშია ჩვეულებრივად გადასული რომ მეზარება არ დამირეკო არ შემაწუხო იმიტომ რომ მეზარება რა ერთი ადგილის აწევა სკამიდან ეს არის როდესაც ზედაპირული ადამიანები ცდილობენ თავი დაიცვან და რა მივიღეთ ახლა ევროპაში ალბათ დადიხართ ხომ ეს დავდივარ რა მივიღეთ ჩაკეტილი სოციუმი მე მახსოვს ერთხელ საფრანგეთში იქით ნორმანდიაში ერთ-ერთ რაღაცა პატარა ქალაქში ვიყავი ცხოვრობდი დროებით და გამოვედი ქუჩაში აი უბრალოდ ადამიანი ვერ დავინახე რა უბრალოდ ყველა იყო შეკეტილი თავის სახლში რაღაცა თან არ იყო სამუშაო დღე და რასაც უყურებდი სულ საკუთარი სახლები ყველა რა თავის ეზოში იჯდა მარტო დეპრესიული სახეებით რაღაცას თიცივი ეს არის ზუსტად ის რომ სულ ამაზე ფიქრმა რომ თავი დავიცვა და არ გაცნობამ შენი თავის რო რეალურად სად გადის ჩემი საზღვარი და მისი სად შეიძლება გადიოდეს რა თქმა უნდა ამას მივყავართ აი ესე ზედაპირულ გულგრილ დამოკიდებულებამდე რა თორე რეფლექსია ნახე გაცნობიერებული ადამიანის ცნობიერება ისე ფართოვდება რომ ემპათია აქ მოდის ემპათია არა აქვს გაუცნობიერებელ ადამიანს არა, იმას რაღაც ინსტინქტის დონეზე აქვს ემოცია, რომ უცებ შეიძლება ემოციურად მოვიდეს და რაღაცა დაგეხმაროს ანის, მაგრამ იქ მერე მუდმივად რაღაცებია არეული, რაღაც მოლოდინები, გულის ტკენები, ეს გაუკეთე, მერე ესე მიპასუხა რატო? იმიტომ რომ სულ მოლოდინებით მოქმედებ და მაღალი ცნობიერება არის, რომ შენ უბრალოდ ხვდები, რომ სხვანაირად მოქცევა არ შეგიძლია შენ ეს უნდა გააკეთო, მაგრამ მე მიდიხარ და ამას ივიწყებ. და მაღალი ცნობიერება შენ გაფართოებულ ცნობიერებაში არავინ არავის ხაზს არ არღვევს პირიქით ყველა ცხოვრობს თავის ცხოვრებით, მაგრამ აქ უკვე გულგრილობა აღარ არის ასე რომ თუ არ იცნობ შენ თავს და უბრალოდ პოზად გაქვს დაყენებული ის რომ შენ უბრალოდ თავი უნდა დაიცვა ხო ყოველთვის იქნება მანდ ეგოიზმი წამყვანი იმიტომ რომ ამას ვერ გააკონტროლებს ეგოცენტრული ადამიანი და იმიტომ რამდენიმე ძალიან ისეთ თემას შეეხეთ, რომელსაც ყველაზე მინდა რომ ვისაუბროთ. მოდი დავიწყოთ ერთ-ერთი ჭრილი ახსენეთ. ჭრილში ალბათ ადამიანის ჭრილოვანი მხარე იგულისხმეთ და მისი მიღება ხო? ანუ გაუცნობიერებელი რა, ახლა ტერმინებში იკარგება ხოლმე ხალხი. ანუ ის ნაწილი, რომელსაც არ იცნობ. თუნდაც შენი თავის მიუღებელი ვერსია, იმიტომ რომ შენ ფიქრობ, რომ ეს ვერსია შენ არ მოგწონს, იმიტომ რომ შენ ხო სულ სხვებში ხედავ. ამბარტავანია, შურიანია, ეჭვიანია, ბოროტია, ჭორიკანა, ეს არის და ამ დროს შენც ხარ იგივე, მაგრამ ეს მხარე შენ ჭრილში გაკვდები, შენში მარტო ხედავ რა კარგი ხარ, რა რაღაც ეს
პიპკია და ასე შემდეგ. და მაგასთან დაკავშირებით მახსენდება მისი ანტაგონისტი, როდესაც ადამიანები ვცდილობთ, აი კარგი გოგო სინდრომს რო ვეძახთ, ან კარგი ადამიანის სინდრომიც, რაც როგორც ქვია. ხო, როდესაც გინდა რომ ადამიანებზე манипуляცია მოახდინო, ანუ ადამიანებს კეთილგანწყობა მოიპოვო იმისთვის, რაც სინამდვილეში ქვეცნობიერად არის манипуляცია, ხო? ეგ არის манипуляცია, კარგი გოგოს კომპლექსი, რა თქმა უნდა, არის манипуляცია. რომ ყოველთვის გინდა რომ მოდი შენც ნაცვლად გავაკეთებ, მოდი მოგიტან, აი თუნდაც ესეთ მარტივ რაღაცებში ხო გამოიხატება ეს და ანუ იმ ადამიანს, ვინც მუდმივად ამ რეჟიმში არსებობს, რაღაცა შინაგანად აქვს გასამტკიცებელი იმის განცდა, რომ ისედაც საკმარისი და ღირებულია. კი, აუცილებლად. და მან და ამიტომ იგივე ისევ იქიდან ამოვალ, თუ შენ თავს არ იცნობ, შენს ქმედების ფასი არის 0. შენი თავისთვის ვიძახი რა, აი ამ ფსიქიკის მთლიანობაში არის 0. იმიტომ რომ რა კარგად თქვი, ხო? манипуляციის, ოღონდ მე არ ვიტყვი რომ ეს ყველა მიცის, ზოგმა არ იცის. ზოგში ეს გადარჩენის ინსტინქტად არის ჩადებული. აი აქ შეიძლება ბავშვობიდან მოდიოდეს უკვე ეს როგორც ტრავმა ხვდები, რომ იქ სულ იყო დაუცველი, ის იყო ვიღაცა ძლიერი, ვიღაცა მაგარი, ეგონა მე ბავშვობას რეაქცია აღიქვა. ხო გქონი აი ბავშვობაში ვიღაცა გეგონა ძალიან მაგარი, ვიღაცა ძალიან ლამაზი, ვიღაცა ძალიან ესეთი, ხო? მეც მეგონა დღეს რო უყურებ ხოლმე მაგ ყველაფერს მეცინება ძალიან. ნუ ესე იღებს რა ჩვენი გონები, მაგრამ ძალიან პატარა ცნობიერება იღვიძებს. და შესაბამისად თავდაცვად ყალიბდება თუ ძალა არა გაქვს გამოკვეთილი და ანესტი გონება უცებ არ წამოვიდა, მე თავდაცვად ყალიბდება. მაგრამ შენგანადგურებს ხდები პირველ რიგში და ამიტომ მაგ ქცევას არა ფასი 0-ია, რატო? ყოველთვის ესეთი ადამიანები, რომლებიც მოდი შენ გავაკეთებ, აბა არ მიიღონ ის, რაც უნდა ჩვენგან, ან აღიარება, ან რისთვისაც უნდათ, ხო? აი მე მიდის იქ დრამა ქვინობა, რომ აი მე ეს გავაკეთე და მე ის გავაკეთე და ესე მომექცე და ისე მომექცე და ხვდები. და შესაბამისად აი აქ ძალიან დასაფიქრებელია რეალურად, რა და კარგი გოგოს კომპლექსი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად აბსოლუტურ სიყალბეს თამაშობთ, რომ არ არსებობს კარგი გოგო და კარგი ბიჭი. ადამიანში ერთნაირად არის შეზავებული, როგორც სინათლე, ისე სიბნელე, როგორც სიკეთე, ისე ბოროტება, როგორც არაეჭვიანობა, ისე ეჭვიანობა, როგორც არაშური, ისე შური და ეს ყველაფერი პროექციებით გამოდის. ხო, დროთა განმავლობაში ვიაზრებთ, რომ აქ ვიეჭვიანი, აქ ცუდად მოვიქეცი, აქ დაუნდობელი გავხდი. აი ადამიანები, რომლებიც აი დაუნდობლობას უშვებენ თავში და ამბობენ, რომ შეიძლება არ ვიყავი მართალი, მაგრამ ეს გავაკეთე, უნდა გამეკეთებინა, ეს გაცილებით რეალური ადამიანია და გაცნობიერებული, ვიდრე ის, რომელსაც სულ უნდა და ვიღაცისთვის თავი გაეტეხა ჩაქუჩით, მაგრამ სულ გაღიმებული ხდებოდა. და დამერწმუნეთ, ის ადამიანი გაცილებით კარგი მეგობარი შეიძლება იყოს, რომელიც არის უფრო ეს ჩრდილი, ვისაც აქვს, იმიტომ რომ შეიძლება ეს ჩრდილი ცუდად ვლინდება, მაგრამ მე იქ იმას ალაგებს, გონება აუცილებლად ალაგებს. ახლა ესე არ არის, ჩრდილი შემოდის, ის არის ნეგატიური და მე რას ვაკეთებთ მაშინ? ჩვენ ხო რაღაც ფუნქცია გვაქვს, ვიწყებთ ამის შემოერთებას და დაალაგებას. ამიტომ კარგი გოგოს კომპლექსი ეს არის დაკეტილი კედელი ჩვენი სადაც ინგრევა ადამიანი და მერე იწყება უკვე ფსიქოსომატური დარღვევები, როდესაც ენერგია ვერსად ვეღარ გადის, უკვე სხეულზე გადადის და 1000 დაავადების წინ დგება ადამიანი. ეს თემა რომ გავაგრძელოთ ცოტა სხვა ჭრილში, ანუ რაც უფრო კარგი არის ადამიანი, რაც რომ მოსიყვარულია პირობითად და კეთილი ის მანტია აქვს, უხეშად რომ ასე ვთქვათ, მით უფრო რატომ არის ხოლმე რომ ამ ადამიანს დაბალღობეთ აღიქვამენ და იმას ვინც შეიძლება ზულდეთ თუნდაც ან ეშინოდეთ მისი უფრო კრძალვით და პატივისცემით ეპყრობიან. ძირითადად ისევ კორპორატიული კულტურის დაკვირვებიდან მომაქვს ეს, ანუ ვინც კეთილი და პირობითად სუპოზიტიურია, ცუდი ლიდერი გამოდის რეალურად, ვიდრე ის ვინც უფროსის როლშია, ხელმძღვანელის როლში და ნაკლებად მეგობრის როლში. იმიტომ რომ ადამიანები აღიქვავენ ქვეცნობიერად შენს ენერგიას. და ამ ჩრდილის გარეშე ენერგია არ არის, ხდები, დიდი. და შესაბამისად, ვინც სულ კეთილია და ვინც სულ იღიმება, იქ წინააღმდეგობა არ არის, არაფერი არ არის და ის არის ცარიელი ადგილი ადამიანებისთვის. სამწუხაროდ ესეა. ეს არის რეალობა, იმიტომ რომ ადამიანები პატივსცემენ ძალას. ძალა უფლებას და ეს რასაც ძალიან შორს არის სიყვარულისგან. მაგრამ მოდი მაგასაც გეტყვით რა, აი ეგეთი თბილი და ტკბილი ადამიანების მე მგონი ინტერესი საერთოდ არ მაქვს მეგობრობის თვალსაზრისით და არა როგორც ფსიქოლოგს. იმიტომ რომ იქ იმდენი რამეა დაალაგებული შიშებში ჩაკეტილი, გამოკეტილი, რომ
მან არაფერი არ არის საინტერესო, იმიტომ რომ ეგ ნაწილიც თამაშია ხვდები, ეგ ნაწილია წინ წამოსული, მაგრამ უკან მთელი და ეგეთი ადამიანები, როცა ჩემთან მოდიან, ვეუბნები, რომ არ მინდა შენი პოზიტივი, გახსენი აი ეს ჩაკეტილი საკუჭნაო და გამოუშვი შენი დემონები. აი მერე უკვე ხასიათში რომ ერთდება ეს ყველაფერი, მერე რა თქმა უნდა იწყებენ შენს პატივისცემას. შესაბამისად ეს ამ პატივისცემას კიდე დამსახურება უნდა ხვდები. რაღაც დოზით შენ თუ შენ თავში არ აგაქ სიმტკიცე და სიმტკიცე ის კი არა რაღაცა ყალბი უირა მაგარი ვარ, არა აი ეს ენერგია თუ არ არის შემოერთებული შენში ძალა არ მოდის რა. და შესაბამისად აი ამ ტემპში რაც აკადემიებს რომ სულ წინ უნდათ სიარული ისინი მარტო ხედავენ იმად, სადაც საბრძოლოა. ესეც ამას თავისთავად არის ცნობიერი აკეთებს, იმიტომ რომ სულ პროექციებით მიდის გაცნობიერება და სადაც არაფერია გასაცნობიერებელი, ხო? იქ აი მაშინ ძალიან კეთილშობილი უნდა იყოს ადამიანი, რომ ეგრე, როდესაც ადამიანში წინ გამოსულია მარტო თბილი და ტკბილი მხარე და მართლა არის გამოსული, მე რა ის ჩაკეტილია ეს გულწრფელად არის გამოსული, აი ესეთი ადამიანი რომ დააფასო, თვითონ პიროვნება უნდა იყო და ჩვენ პიროვნებებთან არ გვაქვს ურთიერთობა. აი, ისევ ამ თემას გავაგრძელებ, მცირედ, ესე იგი ჩემს საკვირვებას გაგიზიარებ და მითხარით რამდენად ვსწარი ან არასწორი, ვიკერდა სწორი. დაკვირვებული ვარ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც როდესაც პატივისცემით ეპყრობი და არ გულისხმობ ზედმეტ სიამტკბილობას, უბრალოდ პატივისცემით ეპყრობი მათ პიროვნებას და იღებ მათი რაღაც ჭრილოვანი და ყველანაირი მხარით. ისინი ამასაც აღიქვამენ სისუსტედ და სჭირდებათ, რომ პერიოდულად ხისტად ეკონტაქტო და ადგილზე მოსვა ხოლმე და მერე დგებიან რეჟიმში. და ასევე შემიმჩნევია, რომ არსებობენ ადამიანები, სადაც კომპლიმენტს რომ ეუბნები, ვერ იგებენ. ანუ ვერ ხვდებიან ანუ ვერ ამოხსენი ეს რა რეაქცია იყო, მაგრამ ესეთი ისეთ სახით ამოიხედავენ ხოლმე. მაგას რომ იცოდე, როცა გგონია, რომ დიახ, ყველაზე მაგარი ხარ და რა თქმა უნდა ეს კომპლიმენტი კი არა რეალობა, მაგას ქვია სიბრიყვე, როცა გგონია, რომ შენ რაღაცა აი ეგეთი მოვლენა ხარ, იმიტომ რომ გაგებაში არ ხარ ვაფშე ვინ ხარ და რა ხარ. რაც შეეხება წინას, მაგაში მართალი თქვი, მე ხო გითხარი ადამიანებთან შიში და ძალაუფლება წამყვანია რეალურად და ეგ რატო იცი ეგოისტია ადამიანი და იმდენად თავის სურვილებშია ჩაკარგული, რომ მივიღო, რომ შენ თუ საზღვარს უხსნი, ისევ გიხსნი ძალიან მაღალი ცნობიერება უნდა კონდეს ადამიანს, რომ დაინახოს, რომ შენ ამას აკეთებ შენი რაღაც ადამიანური რესურსით, კეთილშობილებად. არა, ესე არ არის, შენ გახსოვდეს, რომ შენ სამოთხეში არ ხარ დაბადებული, შენ ხარ ძალიან ძიმე პლანეტაზე, ადამიანური რასა ეს არის ნახევრად გაუცნობიერებელი, ორიენტირე აბსოლუტურ ეგოიზმზე, რომ მე დღეს ხო ეს უკვე სირცხვილიც აღარ არის პირიქით ესე ზრდიან ხო ბავშვებს უნდა იყო პირველი არავის არაფერი არ უნდა დაუთმო შენი კონკურენცია ისიც ნუ რა ესეც ბოდვა როგორც ის რომ უიმე ყველა გაატარეს ორივე უკიდურესობა და შესაბამისად შენ სწავლობ უკვე თავდაცვას მან რა და ის მე უკვე როდესაც ეცნობი ადამიანების ფსიქიკას მე უფრო სიბრიყვეს ბევრს ხედავ თუნდაც ეგ რო აი ყველას გონია რომ ყველაფერი და დამსახურებულად აქვს რომ თბილად ეკცევი და იმსახურა კომპლიმენტი და იმსახურა ხო ეგ არის სიბრიყვე რეალურად აი ფსიქიკიდან რომ გამოვიდეთ და ფიქრობ რომ არ ღირს დიდი ფიქრი მანდ ადამიანებს უნდა გაიაზრო რომ ადამიანები ესეთები არიან და ამიტომ აი გარკვეული შენი წესები უნდა შემოიტანოთ ამაში რა აი არც მოძალადი არ უნდა იყოს მაგრამ არც მსხვერპლი არ უნდა იყოს რაღაცა ზომიერება ყოველთვის საჭიროა და ზომიერების დაცვას კიდე ძალიან დიდი შინაგანი გონიერება ჭირდება მადლობა და ეს ბლოკი მინდა შევაჯამო ერთი კითხვით რომელსაც თქვენ გაკვირით შეეხეთ რამდენჯერმე ახსენეთ რომ როგორ თქვა, ფსევდომენტორები არსებობენ, ინფოციგნებსაც ეძახიან დღეს და განსაკუთრებით საფრთხილო არის ეს თემა, მაშინ, როდესაც ადამიანთან და მის შინაგან სამყაროსთან გაქვს საქმე. და თქვენ თქვით, რომ ეს ახალი რელიგიასავით იქცა დღეს ადამიანებმა ჩაანაცვლეს რელიგია ფსიქოლოგებით, ასტროლოგებით და ასე შემდეგ, რადგან საკუთარი თავზე პასუხისმგებლობას თითქოს რაღაცა სხვა ძალას აკისრებენ კიდევ დამატებით, ხო, ესე
ასეა. და არაერთი კრეატორი მხდება თქვენს თქვით YouTube-ში და ზოგადად სოციმედიაში, სადაც ისინი გვასწავლიან ცხოვრებას და საკუთარი თავის შემეცნებას და ძალიან წვრილი გამყოფი ზოლი არის მანდ რეალურად დახმარებასა და მანიპულაციას შორის და თქვენ როგორც პროფესიონალმა რომ ურჩიოთ ადამიანებს როგორ შეიძლება მიიღონ გაარჩიონ პირველ რიგში პროფესიონალი არაპროფესიონალისგან და მე როგორ გაარჩიონ რომელი რჩევა მიიღონ საერთოდ ხა იცი რთული შეკითხვა დასვი შენ მაგის გარჩევას იცი როგორი მგონიერება ჭირდება როგორც ახლა ბავშვი რო წიგნების კითხვას იწყებს და ძალიან რთულია იმისთვის გაიგოს ხატრული ღირებულება რომელშია და რომელში არა და მოწონს იქ რო რაღაცა დრაკონი მისდევს გმირს და ამით ერთობა ეგ არის თუ შენ არ ხარ დაფიქრებული ადამიანი ვერაფერს ვერ გაარჩევ იმიტომ რომ მასას უყვარს მაინც ეს ჩხიბავები ასტროლოგები ანუ ყველაფერი რაზეა იცი დამოკიდებული შენ რას ეძებ თუ შენ მაძიებელი ტიპი ხარ ამ გზაზე მიდიხარ შანსი ნულია რომ შენ ვერ მიხვდე როდესაც ადამიანი საუბრობს რამდენად თვითონ ადამიანი გაცნობიერებულია აღმოსავლეთში აქვს ესეთი გენიალური ესეთი სტილი ნუ კონდათ ახლა იქაც აღარ ვიცი რა ხდება რომ აი ამორალურია იყო მასწავლებელი თუ შენ თავად ეს გზა არ გაგივლია და ასწავლო ის რაც შენ არ გაგივლია აი ეს პრაქტიკულად დაიკარგა მაგრამ როდესაც შენ ეძებ მარტივ გამოსავალს როდესაც შენ ეძებ რომ იქ ასტროლოგი მოვიდეს უცხო პლანეტელი მოვიდეს იქ რაღაცა ენერგია მაღალი ენერგია დაბალი ენერგია რაღაცა ბოდოები ტექსტებში ჩაკარგული ხალხი ხო და ამან ცხოვრება დაგილაგოს, რა თქმა უნდა, შენ ყოველთვის манипуляციის მსხვერპლი იქნები და საკბილო იქნები შარლატანის. ასე რომ მე ერთი რჩევა მაქვს ხალხო, ეძებეთ საკუთარ თავში პირველ რიგში ეს გზა და როდესაც რამეს მოისმენთ, გათიშეთ მერე და ფიქრი დაიწყათ ამაზე, თქვენს რეალობაში ბოლო-ბოლო რაღაც გამოცდილება თქვენს ხო გაქვთ არა? თქვენს გამოცდილებაში როგორ ჩაჯდა ეს ყველაფერი, თქვენ რეალურად როგორ ხედავთ ეს ადამიანები. ზოგი ხა იმდენად პაპსაა რომ საუბრობს და იმდენად გაზუთხული ტექსტები აქვს, რომ იქ ხა ძალიან სულელი უნდა იყო რომ ვერ მიხვდე ადამიანი რას ლაპარაკობს, მაგრამ იცით რა არის კაცობრიობის ისტორიაში მუდმივად ესე იყო. ყველაზე დიდ შარლატანებს ძალიან დიდი აუდიტორია ჰქონდათ ყოველთვის და ძალიან გონიერდა ესეთ ადამიანებს ვიწრო და ეს განსაზღვრავს იმას თუ რა ცნობიერების მდგომარეობა ადამიანში ასე რომ გეტყვით პირდაპირ ვერავინ ვერ დაგიცავს საკუთარი გონების გარდა ეს ყველაფერი უნდა იყოს და შენმა გონებამ უნდა დაგიცვას შენს გონებას უნდა შეეძლოს გაარჩიოს ბოლოს და ბოლოს არის ხალხი შეიძლება საერთოდ არ წაუკითხია წიგნები, მაგრამ ისეთი ალღო და ინტუიცია გაქვს, რომ გელაპარაკება, მაშინ ვეხვდება იტყუები თუ არ იტყუები თუ რაღაცა დაზუთხულ ტექსტს კითხულობ თუ არა. ასე რომ მაინც ყველაფერი ადამიანის უნარებზეა და დაცული აქ არ ახარ. არ არსებობს სტანდარტები, არ არსებობს წესები, არ არსებობს სისტემები, რომელიც შენ დაგეხმარება რაიმის დანახვაში და გადახედე ადამიანები უმეტესად არიან манипуляციის მსხვერპლი ინტელექტშიც, რელიგიაშიც, პოლიტიკაშიც და ეს არის რეალობა. რეალობა ყოველთვის არის ფაქტი. ასე რომ დაგიცავთ თქვენი გონება, მეტი არაფერი. და იცით რა დავფიქრდი ახლა იქნებ ამ ადამიანებს უნდათ რომ იყვნენ манипуლირებადი და ეს მათი უსაფრთხო ზონაა და უნდათ ამ ფანატიზმში ყოფნა და იქნებ უნდა ჩავტოვოთ მანდ და ჩავხაშოთ. არა, ის ისედაც რჩება, მე რომ ვამბობ ხო რომ უნდა ჩავტოვოთ, მე მიწერენ რომ ასაშინელ რაღაცებს, მე შენ აღარ მოგისმენ, აი დარდი თუ არც მომისმენ კიდე რა. ეს რეალობა ხვდები. შენ ირვინ იალომსა აქ ნათქვამი რომ არ უნდა ჩამოხსნათ ილუზიის მანტია, თუ შენ არ იცი ის რეალობას ასე შიშულად როგორ მიიღებს, იცი? არის ინფორმაცია. მოდი ისმინოს, მოდი და ყველაზე კარგი მასწავლებელი ხო მაინც სამყაროა რა. თუ იმან ვერ გაიგო, მოგისმინა ვერ გაიგო, წაიკითხა ვერ გაიგო, მერე ცხოვრება იწყებს სერიოზული მათრახი უჭირავს ხელში, ეს ჩვენ ყველამ ვიცით და იმდენ ხანს გირტყავს ფეხებში ცხოვრება, სანამ აი ცოტა
თვალის კახელას არ დაიწყებდა. მე მგონია რომ ეს ხალხიც მივა და აი ეს მძიმე გამოწვევები ზუსტად მაგისთვის არის საჭირო რომ ადამიანმა ეს ვარდისფერი სათვალე ჩამოიხსნას. ასე რომ ესეთი მკაცრი სტრუქტურა თავად ფსიქიკას აქვს. ვერავინ ვერ დაგიცავს, მართლა გეუბნები, ვერავინ ღმერთიც ვერ დაგიცავს, თუ შენ შიგნით მზაობა არ გაქვს მის აღებად. აი ეს არის ჩვენი ფსიქიკის რეალობა, ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. რომელსაც მე კოლექტიურ პასუხისმგებლობამდე და შედეგამდე მივყავართ. სამწუხაროდ გადახედე ამ ომებს რევოლუციებს და სამწუხაროდ მაგიტომაც არ გვაქვს კოლექტიური შედეგები და ინდივიდუალს არ ვიღებთ. ძალიან დიდხანს სანაკაცობრიობა ამ მდგომარეობაში იარსებებს. ძალიან სამწუხარო. თქვენ აღმოსავლურ კულტურას შეეხეთ და მე ვიცი რომ თქვენ ძალიან მოხიბლული ხართ ზოგადად და დიდი გავლენა აქვს თქვენზე აღმოსავლურ კულტურას და შეგიძლიათ რამდენიმე საკვანძო, არ ვიცი, ფრაზა, кейსი, ნებისმიერი რამ მოყვეთ, რაც იმას უკავშირდება, რომ აღმოსავლურ კულტურამ თქვენზე გავლენა იქონია. კი, რამდენიმე თუ კიდე პატერიკსაც მოგიყვები, მაგალითად ფრაზა, ცნობიერება განსაზღვრავს ყოფიერებას. მაგალითად, აი, ხშირად ვყვები ამ პატერიკს, ეს მე ძალიან დამეხმარა. ორ პატერიკს მოვყვები, სხვა შორის ორივე ვივეკანანდასთან წავიკითხე. ერთი არის ესეთი შიშებთან დაკავშირებით და მეორე აი ამ სულ რო კარგი ტიპი გინდა იყო და რაღაცა მოკლედ ხაგავად გიტაიწყება ესე ალბათ ვინცაც წაკითხულია გიცის რომ ომია ერთო სამეფო ოჯახი ერთმანეთს ებრძვის ცხადია ძალაუფლებისთვის და ადეპტი ეს გმირი არის არაჯუნა და ღმერთი კრიშნა არის ადამიანის სახით ჩამოსული როგორც ავატარი, მაგრამ ეს იცის მარტო კრიშნამ დანარჩენებისთვის ეს არის რაღაც მინისტრი თუ ეგეთი თანამდებობის პირი. მოკლედ იწყება ომი, ეს კრიშნა დგას მთაზე და არაჯუნაც ამ სამეფო ოჯახის წევრია და იწყება ომი, არაჯუნა ადის კრიშნასთან და კრიშნა ეუბნება რომ წადიო იომეო რა. და ხარჯუნა ფიქრობს რომ ეს არის ღმერთი ხა ცხადია არ უნდა ღმერთს ძალადობა და ომი და არა ამან უთხრა მეო ვერ ვიომებ იმიტომ რომ ჩემი დები და ძმები ებრძვიან ერთმანეთსო და კრიშნა ეუბნება რომ შენ ხა სიმხდალე გალაპარაკებსო რა შიში გალაპარაკებსო და მხოლოდ მას აქვს უფლება უარი თქვას ომზე რომელიც ის დადგა ძალაუფლებაზე მაღლა ანუ ადამიანებს ხშირად გონიათ რომ თუ გვერდს აუვლიან და არ შევლენ ამ ცხოვრებაში და აი რაღაცა კარგი ნიღბით რომ აი ზოგი რელიგიური ნიღაბს ივლეს ზოგი ინტელექტის რაღაც აკადემიური ზოგი სათნოების ხო აი ჭრდილთან ომზე აქ ლაპარაკი ცხადია და არა პირდაპირ ომებს ხო და ჭრდილი რო გარეთ გამოდის მე ვიღებთ ამ კოლექტიურ ომებს ხო და აი ზუსტად ეს არის რაღაცა პერიოდი ადამიანი ამ ომში უნდა შევიდეს ამ ტერიტორიაზე უნდა შევიდეს თავისთავთან და არ უნდა დაიმალოს რომ იცი რა აი მე ხა ეს გავიაზრე აღარ მინდა გავიქეცი ცხოვრებისგან ვერასდროს ვერ გაიქცევი სამაგიეროდ ნევროს მიიღებ და მეორე პატერიკი ესეც ალბათ მეგონი ყველაზე პირად იცის მის ლექციებს უსმენს ეს მე შიშებზე დამეხმარა ძალიან იმიტომ რომ სულ მქონდა სიგნალი შიში ბავშვობიდან რაც გამოკვეთილად მქონდა ეს შიში ძალიან ღრმა ბავშვობიდან და ვივეკანანდა ყვება რომ მწირობდიო როდესაც ეს რაღაცის დაიწყო რა იურიდიული განათლება ქონდა ძალიან განათლებული ადამიანი იყო მუშაობდა კიდეც და ნუ მე უცებ რამაკრიშნას რო შეხვდა იმის მერე შეიცვალა მაგის ცხოვრება და წირობდიო და ერთი სოფლიდან სოფელზე მივდიოდიო რაც როგორც მოხვეული ინდოეთში წარმოგიდგენ ერთი ის რაღაცა ისეთი თეფშივით რა საჭმელს რო აჭმევენ და რაღაცა ჯიშის მაიმუნებზე ყვება არ მახსოვს გამომეკიდნენო რა გავიქეციო, მაგრამ მივხვდი რომ შანსი არ მაქვს რა, ვერ გავასწრებო და უცებ რაც ხმამ მითხრა რომ გაჩერდიო რა, ეს რაღაცა შინაგანი და გავჩერდიო, მოვტრიალდიო და აი ამ ყველაზე ახლოს რომელი მაიმუნებიც იყო და აი თვალებში ჩავხედეო და აი უცებ გაჩერდნენ მთლიანათო და მე მიტრიალდნენ და გაიქცენო და აი მაგაზე ქონდა მთელი ის რომ აი შიშებს არ გაიქცეთ, მოტრიალდეთ, ჩახედეთ თვალებში. აი ეს ხოთშიც ორივე ძალიან საკვანძო იყო ჩემს ცხოვრებაში, რამაც აი ძალიან შეცვალა რეალურად ჩემს ცნობიერებაში რაღაცები.
სხვა შორის მაგ თემაზეც მინდა მე რომ გადავიდეთ, თუმცა ახლა ეცი რას გკითხავთ, ბევრი ადამიანი დღეს თითქოს ორ უკიდურესობაში არის გაჭედილი. ერთი არის ის, რომ შიში აქვთ, ვერ გაუმკლავდებიან სამსახურს, ურთიერთობას, გადაწყვეტილებას, შეცდომას და ასე შემდეგ. მეორე არის ის, რომ აქვთ სურვილი, რომ ყველაფერი იყოს იდეალურად, აუცილებლად გააკეთონ. თუ რამეს გააკეთებდნენ, პირველები უნდა იყვნენ სხვანაირად. პერფექციონიზმი ქვია და ეგ არის ფსიქოლოგიური ჩვეულებრივი პრობლემა. და საიდან მოდის ამ ყველაფრის ამბიციებიდან და ეგოცენტროლობიდან და აღზრდიდან მე უნდა ვიყო პირველი. ხალხო, რა აბსურდია, 8 მილიარდ ადამიანში როგორ უნდა იყო პირველი? ერთი ხელი, ერთი ფეხი, ერთი განვითარება, ნაკვთი, ჰაიუი, ნუ ვიღაცას მუსიკის ნიჭი, ვიღაცას მხატვრობის, რამდენი გენიალური მხატვარი, მწერალი, მუსიკოსი ყავდა სამყაროს, რამდენი. აი რას ნიშნავს იყო პირველი? აი ეგ პირველობა რას გიშვება, იცი რომ იმ ნიჭის გამოვლენის საშუალებას არ გაძლევს და თუ გაძლევს სიამოვნებას ვერ იღებ. შენ რომ უნდა ტკბებოდე ამ შენი ცხოვრებით, ხო, კი არ ტკბები, აკეთებ და თან ადარება იმარაკნე და ბოლოს არაფერი აღარ გინდა, ჩაკეტილი ხარ, დეპრესიული ხდები, ნევროტული ხდები, გეზიზღება ყველაფერი და მერე მოსთქვავ რომ არ დაგაფასეს სათანადოდ და შენი ნიჭი ვერ დაინახეს და შენ ხო ხა ძალიან ბევრი მსახიობებისგან მომისმენია სხვა შორის აი ოღონდ მართლა მაგარი მსახიობებისგან და რას ვფიქრობ ჩემთვის იცი როცა ერთ ეპოქაში აი მაგალითად როგორიც იყო 20-იანი წლების თუნდაც ევროპული კინოს ოქროს ხანა ან თუნდაც ქართული კინოს საბჭოთა კინოს აი რა მსახიობებზე მაგ ლაპარაკი ამერიკული კინოს როცა ამდენი მაღალი კლასის მსახიობი ერთად არის როგორ უნდა გადაალაგო როლები აი რანაირად უნდა გადაალაგო როლები რომ ყველას ყველაფერი კონდეს ხო მაგრამ აი აქ გჭირდება ადამიანს ზუსტად იმის გაცნობიერება რომ თუნდაც ის რომ უკვე ხარ ესეთი ნიჭიერი და ესეთი კარგი და გაცნობიერებული უკვე ძალიან მაგარია და მე უნდა ისწავლო ამით ტკბობა ელემენტარულად რა აი ჩემ მეგობრს უნდა ვაყურებინო ეს გაერთი ძალიან ბევრჯერ იმიტომ რომ სულ მაგაზე გვაქვს ხოლმე დავა რომ იცახის რომ მე ან პირველი უნდა ვიყო ან წამყვან პოზიციაზე ან არ ვიქნები საერთოდ ხო და უთხარი რომ არ იქნება საერთოდ პირდაპირ უთხარი რომ არ იქნები საერთოდ თქო იმიტომ რომ იბრძოლებს მე შეიძლება მიეცეს კიდეც მაგრამ მისი გონება ამას დაარქმევს თუ არა პირველს არ არის მე ხა ენერგიაც ხო ესე არ მოყვება რა რეალურად გვაქვს მე ვიღაც მოდის უფრო ენერგიული ეს ძალიან ნორმალურია და შენ უნდა რაღაცა ინტროვერტულ მდგომარეობაში გადახვიდე და გაანალიზება დაიწყო და შესაბამისად ისე დაღლის ეს თავი რომ მე იმუნარსაც ვერ გამოიყენებს რაც აქვს ასე რომ მან გამოდის რომ სამწუხაროდ არ იქნება არაფერი ჩვენ იმდენად ცოტა ხანს ცხოვრობთ აი მცირეა ხო ეხლა მე აი რო ვფიქრობ ხშირად აი რაღაც უფრო ჩემ მშობლებზე, მსახიობებზე რაც მიყვარს რა, აი ვიღაც მოკვდა იმანი ცოცხლა 70 წელი, ой ახალგაზრდა, ჩემ თავს ვკითხე ამას წინათ, მე ვარ 51 წლის. დარწმუნებული ხარ რომ 5 წელი კიდე იცხოვრე? აი ხვდები, აი რაღაცა სიგიჟეში ვფლანგავთ ამ ცხოვრებას ხვდები, როცა ყოველ წუთს რაღაც შეიძლება ჩადო ურთიერთობაში, მე ურთიერთობაში, როდესაც ხსნის შენს თავს ისეთი ენერგია შემოდის, რომ რაღაცა თითქოს ივსები და ადრე მახსოვს. გრიგოლ რობაქიძესთან წავიკითხე, არ მახსოვს რომელი ნაწარმოებია, ოდესღაც ძალიან შეყვარებული ვიყავი რობაქიძეზე, ყველაფერი მქონდა მაგისი, აი გაზეთებიდან ამოჭრილი, იმიტომ რომ არ იყო მაგის ძირთად გერმანულ ენაზე წერდა და არ მახსოვს რა, მოკლედ ეს მომენტია, მატარებელში ხდება ორი ადამიანი ერთმანეთს და ესე აღწერს, ნუ მაგას ხო რაღაც უცნაური ენა ქონდა რაღაცა ძალიან უნიკალური აღწერს და აღწერს ესეთ მომენტს, რომ ორი ადამიანი ვაგონში ზის და მათ შორის რაღაცა ვერ შედგა დიალოგი და ეს ამბობს, რომ მათ შორის ღმერთი სამწუხაროდ ვერ დაიბადა. აი ძალიან ეს ბანალურად რა, იმიტომ რომ ვერ შედგა, სულები არ გაიხსნა და ეს წავიკითხე, არ ვიცი, მაშინ ალბათ 18 წლის ვიყავი და მე ეს როგორ ვიგრძენი წლები რო გავიდა, რა თქვა რეალურად. იმიტომ რომ როდესაც აი ესე შედიხარ ურთიერთობაში, ხსნი ყველაფერს, ხო?
ისეთი სისავსე მოდის ენერგიულად შენიც მისიც აი ეს ხაზები რო აღარ გაქვს და გახსნილი რო ხარ რომ აი მე ამ მომენტს სიყვარულსაც კი ვერ შევადარებ აი ქალსა და კაჭორის რო ძალიან აფეთქებული სიყვარული როა მაგასაც კი ვერ შევადარებ ისეთი სისავსე მოდის აი მგონია რომ ეს არის მნიშვნელოვანი როდესაც ესაუბრები ადამიანს აი სრული კონცენტრირება გააკეთო მასზე всё აქ იმხელა რაღაცა იხსნება სამყარო რომ საერთოდ აღარ გაღელვებს პირველი მეორე მეექვსე და ზოგადად ხედვა მთლიანად იცვლება ეს არის ხდები ცხოვრება და არაც ქარის წისქვილების ასე რომ თქვენს მეგობარს ვეტყვი რომ იშრომოს იომოს გააკეთოს ყველაფერი მაგრამ ნუ იქნება აი ჩაციკლული ამ პირველზე და მაგრად ისე ამოვნებს ცხოვრებისკენ აი ნათია ასევე იცით თქვენ ახსენეთ რომ მაშინაც კი თუ კი მიაღწევს ეს ადამიანი და გახდება პირველიო ფაქტი ეგ იმას არნიშნავს ჯერ კიდევ ჩათვლის იმ პირველობას დაკმაყოფილდება და კიდევ არ გააგრძელებს დაკმაყოფილდება გონება მაგას შანსი ნოლი იმიტომ ეგოს ნაწილია კი და ან თუნდაც დაიწყებს ალბათ თავისი მიღწევების გაუფასურებას რაც ხშირად გვემართება ყველას და ვამბობთ ხოლმე რომ ი არ გამომივიდა გონება უფასურებს შენ კი არა ego როგორია იცი არის მე როგორც ერთიანი ცნობიერების ცენტრი რასაც ვეძახით self-gan всё დასრულებულ ადამიანს და არის მე შეზღუდული ცნობიერების ცენტრი რომელიც მარტო ცნობიერების ცენტრში ანუ ეს არის ცნობიერება მაგრამ აქ არის არაცნობიერი ხდები აი აქ ცენტრი არის დასრულებული მოდი ვთქვათ ქრისტეს მდგომარეობა ფიგურალურად და ამის ცენტრი არის ეგოს ცენტრი ეგოცენტრულობა არის ეს ხედავს მარტო საკუთარ თავს ეხა აქ როგორია გონება იმისთვის აზარტია უფრო მთავარი სიამოვნებას ვერ იღებს იმიტომ რომ ჩაკეტილია სიამოვნება მოდის აქედან არაცნობიერია ყველაფრის წყარო აბსოლუტურად არაცნობიერია ეს უნიკალური ენერგიები და რაღაცა აქედან არაფერი არ შემოდის მიაღწია ირბინა მიაღწია 5 წუთი კარგად არის და მეორე დღეს ისევ სიცარიელე შეახდები სისავსე არ მოვიდა და წავიდა ახლა ახალ კრუგზე და რაღაცა ენა გადმოგდებული დოღის ცხენივით ირბენ სანამ არ მოკვდები აი ეს ელოდება ადამიანს რომელიც ეგოცენტრულობაშია გაჭედილი და თუ არსებობს რაღაც პრაქტიკული სავარჯიშოები ალბათ კი როგორ შეიძლება ადამიანმა თავისი ეგო ცოტა დაჩუტოს დათრგუნოს და მიხვდეს რომ საკმარისია და არ არის თავის შეცდომების ჯამი და ანა პრაქტიკული სავარჯიშო მან არ არის თვალები გაახილე და ეგოს ეგრევე დაჩუტავ რა სულ ვამბობ რომ ეხლა ორჯერ 400 რო ისწავლი და გამრავლების ტაბულას და გგონია რომ უმაღლესი მათემატიკა იცი იდიოტი ხარ უბრალოდ ხვდები და რეალობა დაიწყე ცოტა რაც უფრო ბევრს კითხულობს ადამიანი და ბევრს ეცნობა უფრო ვარდება აი ამ რაღაცა ოლიმპოდან და ხვდება რომ აუ მე ჯერ კიდე რამდენი რამე არ მწოდნია და უკვე ცოტა რეალისტი ხდება ხვდები ადამიანი და არ დაჩუტავს და დაგაჩუტინებს ცხოვრება შენ ყოველთვის დაინახავ რომ ვიღაცა შენზე გონება მახვილი გამოდგა იმ საკითხში ვიღაცა სწრაფი იმ საკითხში ვიღაცა უფრო ანალიტიკური იმ საკითხში ხვდები და შენ თუ ამ შედარებებში ხარ შენ დაიკარგები შენი ესეთი კონცენტრირებული უნარები დაიშლება მარტინ მომრავლება და ისეთი ფსიქოლოგიური უძლურება დაგემართება რომ იმასაც ვერ გამოიყენებ რაშიც ხარ ეგოს ვინც არ ჩუტავს ეს არის აი დაბრმავებული ბრიყვი იმიტომ რომ გაიხედე შენს ირგვლივ რამდენი განვითარებული უნარიანი ასე შემდეგ ადამიანია და თქვენ ახსენეთ მომენტში ტკბობის ამბავი, რაშიც ხელს გვიშლის ჩვენი იგივე ეს ყველაფერი, მათ შორის ტოქსიკური შინაგანი მე, რომელიც არ გვაძლევს ამის საშუალებას. როგორ შეიძლება რომ ადამიანმა გააკეთოს ეგრეთ წოდებული ზუმაუთი და ამ ბალანსის მდგომარეობაში წავიდეს? არ არსებობს ანა თუ არ გაცნობიერდა დიდი რაოდენობა გონებაში. არავინ მოგატყუოთ ხალხო რომ ესე რაღაცა ვარჯიშებით და სუნთქვებით და სიბნელეში შესვლით და რაღაცა ჰოლოტროპული სუნთქვებით და იმებით მიიღწევა. თუ არ გაცნობიერდა ის დიდი ნაწილი შენი კომპლექსების, შიშების, ჩრდილების, იმიტომ რომ უნდა დამშვიდდეს გონება, მაგას ელემენტარულად ჭირდება კონცენტრაცია. აი სრული ეხა მე რო თქვენ გისმენთ, აბსოლუტურად თქვენ გისმენთ, ხვდები? აი იმის იქით არაფერი არ მიდის ჩემს გონებაში. და შესაბამისად ამას ჭირდება კონცენტრაცია. კონცენტრაციისთვის გონება უნდა იყოს საკმარისად გაფართოებული, ანუ
ესეთი რაღაც ბლა 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 უნდა იყოს შეჩერებული გონება ხო სულ ლაპარაკობს და ძალიან ბევრ რამეს გონება უკვე უნდა უყურებდეს სხვა რაკურსიდან სადღაც ზემოდან და ხაზები უნდა იყოს დაშლილი ასე რომ ყველაზე სწორი არის რაც დაიწყეთ თქვენ თავიდან რეფლექსია ამას რო ვაკეთებ ამის უკან რა დგას ის რო ვთქვი იმის უკან რა დგას რატო ავღელდი რა მაშინებს რისგან ვარ განპირობებული ჩემი ოცნებები ჩემი ეგო იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთ სიტყვაში რო გამოვხატოთ ეს არის განპირობებული გონება ეგოც და ყველაფერი ვლინდება აზრების სახით სურვილების სახით და ამიტომ ჩაიხედე შენში და გვერდზეც გაიხედე და სახად დაიწყე დანახვა რა კულტურიდან ამოხვედი ვინ ჩამოგიყალიბა ეს პირველი ვინ ჩამოგიყალიბა ყველაზე მაგარი ბავშვი შეიძლება იყოს თუ არა რამე ყველაზე პირველი ყველაზე აი ისევე როგორც ფრაზა ყველაზე ლამაზი ქალი ეს ხო ბოდოა ყველაზე ლამაზი კაცი ეს ხო ბოდოა ყველას თავის გემოვნება აქვს და ყველას თავისი ხედვა აქვს ხო ეს რაღაცა კრიტერიუმის შემოტენვა რო უნდა რაღაცა შოუ ბიზნეს გასაგებია ეს არის კომერცია და ეგენი ფულს აკეთებენ მაგრამ მე რატო უნდა შევიტენო რიგითმა ადამიანმა ხო რატო უნდა გავხდე დამოკიდებული ჩვენ უნდა მივყვეთ საკუთარ შეგრძნებებს ყოველგვარი შედარება ჩახსენით რა შედარებას მეაქ ენერგია უბრალოდ შენ გზაზე მიდიხარ და იარე რა всё მორჩა შენ შეგრძნებებს დააკვირდი და შენი მაქსიმუმი გააკეთე რა იუნგი ამბობდა რომ ადამიანს ვერ განსაზღვრავთ ჩვენ წვერვალით იმიტომ რომ ვიღაცა ხევიდან იწყებს ამოსვლას და ვიღაცა უკვე იქ იდგა გორაკზე და ისავიდა პირველი მაგრამ შესაძლოა გზა აი ხევიდან რომელიც ამოვიდა იმენ უფრო დიდი გაიარა ასე რომ ეს სულელურ დოხში რეფლექსია ამას წყვეტს რეფლექსია როცა შენ იწყებ დაკვირვებას რამე აზრი იდეა გაღიზიანება მოდის და შენ თავს ვენები აბა სტოპ რა ხდება ჩემში ეს სტოპით უკვე ცვლის რაღაცებს სტრუქტურა თვითონ იცვლება ცნობიერების ხდები გონებას ეს უნარი თვითონ აქ როდესაც ფოკუსირებას აკეთებს მიიღეთ უბრალოდ საკუთარი ყველაფერი ნეგატიური და გამოუშვით და თქვით რომ ხო აი ეს ვარ ეხლა რა ხდება აი ეს არის ხდები და მაგ შემთხვევაში ვისაც დაკარგავ ალბათ დასაკარგია ხო მაგამდე მივდივარ ეს სიტყვა დაკარგვაც ხო ჩვენ მოვიგონეთ არა დაკარგვა რო არ დავარქვა და ვთქვა რომ ვიყავით აღარ არის იყო აღარ არის ეს ჩვენ დავარქვით დავკარგე მიმატოვა მიღალა და არაფერი უბრალოდ რაღაცები ხდება და აი ამ სულელურ სიტყვებს თუ არ დავარქმევთ ჩვენ ესე მოვდივართ მოგზაურობიდან სადღაც ხვდებით მე ჩვენი გზები იყრება იმიტომ რომ იმისი გზა სხვაგან წავიდა შინაგანი გზა ხო მე პროექციით გარეთ გამოდის ჩემი გზა აქეთ წავიდა მე რაღაც სხვა შევხვდი მე რაღაცა ერთად პროექციები გავაკეთე და ამოუწურეთ წავიდა აი ეს პრინციპი აქვს ეს ჩვენ მოგწონს ეს დრამები რომ დავკარგე და მიმატოვე და ის აირჩია და არაფერი არ ხდება რა ადამიანი ამ ლაბირინთებში დაბოდიალობს ხო მაგრამ ადამიანს ხო ჭირდება რაღაც მყარი სოციალური კავშირები და ვიღაცის მიმართ კუთვნილება აი მეგობრებს რასაც ვესახით არა მაშინ მეგობრებში აი მეგობარი რა არიცი იქ ლაპარაკი ზედმეტია აი მეგობარი რასაც ქვია იქ იმდენად ერთი სივრცეა და ერთი გაგება იქ არ არის მოთხოვნა შენის თქვი მეის თქვი შენ მეტი გააკეთე მე მეტი იქ გზნობ რომ შიდა ტერიტორია გაქვთ ერთი და უბრალოდ მიდიხართ და თქვენ ავსებთ ერთმანეთს ხვდები სივრცე გაქვთ ერთ განზომილებაში ხართ თუ გინდა ამ ტერმინს ვიხმარ და სოციალური იდენტობა რა ვიცი ხა მე ვიტყოდი ესე რომ მე გაცილებით კომუნიკაციური ხდებოდი მერე როცა გამიფართოვდა ცნობიერება ვიდრე მანამდე შეიძლება ჩანდი კომუნიკაბელური ძალიან ნუ ვიყავი ყოველთვის მაგრამ შიგნით მქონდა ძალიან ბევრი შეზღუდვები განსჯები ტკივილები ჰაი-ჰუი გვერდზე თავის არიდებები და რაღაცები დღეს ჩემთვის არის სულ ერთი რა ადამიანები არიან შევდივარ და გამოვდივარ და ჩვეულებრივად და სიმყარე ჩემი საკუთარი მაქვს ჩვენ ყველა ვდგავართ ჩვენ სიმყარეზე არანაირი კუთვნილება არ მჭირდება მე ვარ ჩემი თავის საყრდენი და მე ვიცი რომ როდესაც ჩემი სხეული შეწყვეტს არსებობას მე აი ამ ჩემ თავთან ვრჩები საბოლოოდ და ეს არის ჩემი ერთადერთი რეალობა აქედან გამომდინარე
მივდივართ იმ კლიშე ფრაზამდე, რომ ადამიანები უნდა მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან. ეგ იცი როგორ რაღაცას მეუბნები, მოდი წვიმა მივიღოთ ისეთი რომ ასველებს ეს წვიმა. ეს ადამიანები ესეთები არიან, ან მიიღებ, ან არა და სულ ამ ომში იქნები და წყენებში იქნები. მიიღე, მაგრამ გაიარე და წადი შენ იქ. უბრალოდ მიიღე ნიშნავს რომ შენ ხა იაზრებ რომ აი ნუნა ესეთია და всё რა. ვიღებ მე ამ ადამიანს და იმ კონტექსტში დავიკონტაქტები, სადაც მე სიამოვნება მასთან კონტაქტი, რა ნაწილშიც არ გამომივა და всё. თუ გინდა ნუ მიიღებ ადამიანებს ისე ამით ხო რა არაფერი არ იცვლება, სამაგეროდ უდიდეს კონფლიქტს და ჩაკეტილობას ქმნის. ხო, მაგრამ ადამიანებს ხო უყვართ იმის ამბიცია, აქვთ უბრალოდ ის ამბიცია, რომ გონიათ რომ ვიღაცა შეცვლიან. თუნდაც აი სიყვარულში რომ არის ხოლმე თუნდაც ადამიანი, როდესაც რაღაცას არის მიჯაჭვული რაღაც ნივთიერებებს და გონიათ რომ გადაარჩენენ, ამოათრევენ და ასე შემდეგ. ჯერ თავი გადაარჩინოს ადამიანმა, აი სიბრიყვია ეგ ხომეტი არაფერი. ხა ადამიანს გონია რომ ოკეანის გადაცურავს, ეხლა მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ხვდები, ეგ არის ინფანტილური გონება, რომელიც სინამდვილეში ეჯაჭვება თავის სიამოვნებას და ფუთავს ვიღაცის გადარჩენის ძალიან ბანალურია, მაგის პასუხი თუ გაინტერესებს რა. ერთი პარადოქსული შეკითხვა მაქვს. ჩვენ მასლოუს პირამიდაზე, როდესაც ვფიქრობთ და ვუყურებთ, ვიცით, რომ ადამიანს საბაზისო მოთხოვნილებები უნდა ჰქონდეს დაკმაყოფილებული იმისთვის, რომ თვით შემეცნებაზე, თვით რეფლექსიაზე დაფიქრდეს საერთოდ, ხო? მაგრამ არის მეორე მხარე მედლის. ჩვენ ხშირად ვაწყდებით იმას, რომ ადამიანი რაც რომ ზედა ეშელონზე ადის და მატერიალური კეთილდღეობას რო დიდი აქვს, მით მეტია შანსი, რომ საერთოდ აღარ მოუნდეს ამაზე დაფიქრება და პირიქით მისი გართობის და მისი ჰედონიზმის წყარო საერთოდ ცოტა სხვა რაღაც მომენტში გააკნევი ცუდი ხო რაღაც გართობის ხერხები აქვს და ხშირად ეს ადამიანების დამცირებაზე გადის. აი ჩვენ გვსმენთ თუნდაც ყველაზე მარტივი მაგალითი რო ვიღოთ ჰოლივუდში რაც ხდებოდა ან დუბაის ეგრეთ წოდებული ფორშა წვეულებები და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე მაინტერესებს ეს რომ ადამიანი რატომ არის მაშინ მატერიალური სიდიადის დროს მორალურად რატომ დაბლდება და ადამიანებს გასაჭირში გვერდში დგომა რატო უფრო გამოგვდის ვიდრე მაშინ როდესაც ადამიანი მწვერვალზე არის. იცი მწვერვალს თუ დაუძახებთ ოლიმპოს რაღაცა გარეგნულად იქ თუნდაც ჰოლივუდურ ოლიმპოს მანდ ჩვენ ხო ვერ ვიმსჯელებთ ადამიანზე რაღაცა ფსიქიკის სიღრმეებიდან ეგ არის რაღაცა გარეგნული მწვერვალი რომელზეც ავარ დაუწევ ბევრმა კამერამ გადაიღო და ადამიანი ეგრევე ჩავარდა ილუზიაში მომენტალურად დაიჯერა რომ აი იმის იქით არაფერი არ არის და მე ჩვენ იმ ნაწილს აღარ უყურებთ ხო როგორ აგდებს იქიდან ოლიმპო პანჩურით ადამიანებს და როგორ უცებ ჩაანაცვლებს ხოლმე ერთ ვარს კლავს მეორე ადამიანი რომელიც არ არის ესეთი გაცნობიერებული დაფიქრებული და ზედაპირულია და პირდაპირ ავარდება ამ ოლიმპოზე ცხადია ამას ფსიქიკა ვერ უძლებს და შესაბამისად მე ვარდნაც რაც უფრო მაღლა ხარ უფრო მაღალი სიმაღლიდან ვარდები სამწუხაროდ ხვდები და ამიტომ არის ყველაზე სახიფათო დაბლა ფსკერიკი არ არის ყველაზე სახიფათო მწვერვალზე დგომა რომ შეიძლება ისეთი მწვერვალიდან გადმოვარდი რომ ვეღარც აიკრიფო და ამიტომ გონიერი ადამიანები ყოველთვის ერიდებიან ეგეთ რაღაცა დაფნის გვირგვინებს ურჩევნიათ ჭრდილში იყვნენ იმიტომ რომ მან ძალიან სახიფათო თამაშები მიდის ეგ თქვენ რაც მოყევით ეგ არის ბრიყვი ზედაპირული ადამიანების აი მოგეთ კარდაშიანები, რომლებსაც მართლა ჯერათ რომ რაღაცასა წარმოადგენენ და კაცმა ვერ გაიგო საერთოდ რას აკეთებს ეს ხალხი რისთვის უყურებენ ანუ ვიღაცა ხატავს, ვიღაცა მღერის, ვიღაცა რა ვიცი ცურავს, აი ეს არის ხალხი რომელიც უბრალოდ აი უსაქმურ მასას რაღაცა უსებს ამ როგორც ინდური სერიალი. ხვდები, მაგრამ პრობლემა ხო იმაშია რომ ის კარდაშიანი ამას რო იჯერებს როგორი გამოფიტვა ხდება ადამიანის ვინც ფიქრობს რომ ეხლა ეგ მაგარია და ბევრი ფული აქვს და რაღაცა ის ამბობს რომ აუ ძალიან მეც მინდა ვიყო და ეხლა ნახე TikTok-ს უყურე რა ადამიანები არაფერს არ აკეთებენ აი მარტო გარეგნობით უკვე აღარც შიშულდებიან იმიტომ რომ ეს სიშიშვლეც აღარ მუშაობს ხვდები აღარ იციან რა ფოტო რა ვიდეოები გამოდონ უკვე ყველა ერთია ხო რაღაცა ზოგი შიშველი დადის ზოგი ნახევრად შიშველი დაგზელებული ფეხებით ქვემოდან კამერა ის ამანაც უკვე გადაერიმ იმიტომ რომ სოციალურმა ქსელმა ესეც წაშალა იმიტომ რომ ბევრი როდესაც არის
twins აღარ აინტერესებს. საერთოდ და როდესაც უყურებენ აი ესეთ, კარდაშინებს რას ვერჩი ხა ფიგურალურად ხო? ფიქრობენ რომ შეიძლება არც ისწავლო არც განვითარდე არაფერი და მიაღწიო რაღაცას და მე იწყება ზუსტად არასწორ გზაზე სიარული და მე იწყება აი დუბაი მან ძალიან ბევრი ინტერვიუები ხო რისთვის მიდიან ეს გოგოები რა მოლოდინი გაქვს საერთოდ იქ რომ მიდიხარ ხო და მე რაღაცა ჯოჯოხეთი ხდება რაც ხდება იმ უკრაინელ მოდელს თუ ვინც იყო რაც დაემართა ამიტომ ესე ბრიყულად არ უნდა იფიქრო რომ შენს დანახვაზე სოფლიო ფეხზე ადგება ხვდები აი ეს უნდა გესმოდეს რომ თუ შენ არაფერში რაღაცაში გიხდიან ფულს უნდა გესმოდეს რომ იმის უკან ძალიან სახიფათო რაღაცაები დგას და აი არ ფიქრობს ადამიანი ბავშვივით ცხოვრობს ხვდები აი ბავშვივით რაღაცა წარმოდგენები აქვს რომ აი გამომივა აი მივაღწევა აი ავალდური იმ ზღაპარში ესე ხდება ამ ზღაპარში ესე ხდება და აი ამ ინფანტილიზმიდან ვერ გამოდის ადამიანები და მე ვიღებთ რასაც ვიღებთ ამდენ ტრაგიკულ ცხოვრებას ასევე მინდა რომ ეგრეთ წოდებულ კრავის ეფექტსაც შეეხოთ ძალიან ხშირად ხდება იგივე TikTok-ზე ადამიანების ნაწყენი კონტენტი, სადაც საუბრობენ რომ აი, როდესაც მე დავიწყე ბიზნესი, ჩემი მეგობრები არ მეხმარებიან პირობითად თუნდაც სოციალებში ელემენტარულად ლაიქზე დაკლიკებით, გადაზიარებით და ასე შემდეგ და როდესაც რაღაცა პროგრესი მაქვს ცხოვრებაში, ანუ არ მიდგანან გვერდში ისე როგორც მე ამის მოლოდინი მქონდა. და აი თქვენ ფსიქოლოგის გადმოსახედიდან როგორ აფასებთ იმას, რომ არ ვიცი ეს ქართველი ერის დამახასიათებელია თუ ზოგადად რომ გასაჭირში უფრო ვიცით დგომა ვიდრე ადამიანი რომ წინ მიდის ხო ეს არის ამაზე ძალიან ბევრი იწერება ეხლა და არ მინდა ეს ბანალური პასუხები გაგცეთ მე უფრო სხვა რაკურსიდან ამოვდივარ დღეს რატომ მინდა რომ სულ ჩემს ირგვლივ იტრიალონ ადამიანებმა აი მე მაგალითად არ მქონია ეგეთი რაღაცები რომ აი ჩემ ვიდეოს რატო არ აზიარებენ ისე რატომ უნდა გააზიარონ მე ჩემი ცხოვრება მაქვს ჩემ გზაზე მივდივარ ისინი თავის გზაზე მიდიან რა ვიცი თუ გაეხარდება გააზიარებს თუ არ გაეხარდება არ გააზიარებს აი აღარ მინდა ჩავღრმავდე და სულ დრამებში და აი მე შურდად ჩემი და აი ესეც ძალიან გონება შეზღუდულობა მგონია ნუ არ უნდა დარჩი აქ რა ხო იმ მომენტში შეიძლება ის ვერაფერს ვერ აკეთებდა და შე რო გიყურებდა ვერ აიტანა იმიტომ რომ თავისი ტრავმა აჩვენა ამ ყველაფერმა გავიგეთ ესეთი ადამიანი რომ ვამბობ სუსტია ადამიანი ესეთია მაგრამ ნუ რჩები აქ ეს ვიდეოებს და მიძღუნა კიდე რაღაცები Facebook-ზე ხდება ხშირად რომ აი უცხო ადამიანები რომ აი ჩემს მეგობრებში რო ხარ და ჩუმად რომ მიყურებ და არ მილაიქებ ხან გონია რომ ღმერთო და ვინ არის ეს ხალხი ხო არ უნდა დაულაიქო აი რა განცხადებები აქვს ხვეწები რა ესე იგი 5000 მეგობარი რომ მყავს 5000-ს უნდა ულაიქო ყველაფერი რომ თუ არა და მე მათი მშურს აი რა ბოდვა ეს ყველაფერი ხო ხდება ეგ ახლო წრეზეა უფრო საუბარი რა ახლო წრეზე უფრო როდესაც მაგრამ ეს რა განცხადებაა პროსტა რომ ფოტოებს ვდებ და შორიდან მიყურებ იქნება არც გიყურებს არავინ და ყველა თავისი ცხოვრებით არის დაკავებული ხო აი მგონია რომ ამას რატო ვამბობ იცი რომ დაფიქრდეს ეს ხალხი რა შენ რომ რაღაცას აკეთებ შენ არ ხარ სამყაროს ცენტრი რომ ყველამ აპლოდისმენტებით მოგიდგეს ხო უბრალოდ მიიღე რა იარე შენი გზი თუ სიამოვნებას განიჭებს იარე ვიღაცას მოეწონება ვიღაცამ შეიძლება ვერც ნახა შენი ფოტო ვიღაცამ ნახა და იმ წუთას საერთოდ არ იყო შენს ხასიათზე და გაატარა და გაიარა ვიღაცას შეიძლება არ ესიამოვნა ნუ რა ვქნათ ესეთია სამყარო აქ რო შენ დატოვებ გონებას ამით ხო აბინძურებ შენს გონებას და რა გაგიკვირდა შური რა რომელს არ გვქონია ვიღაცის შური რომელს არ გაგვივლია გულში ვიღაცაზე შური სხვაზე რო ლაპარაკობ რა შენ თავს შეხედე მან რეფლექსია რა არიცი შენ თავს უნდა უყურო როცა ვიღაცის წარმატებაზე წამოვა შური აი ეგ უნდა დაალაგო და როცა შურს სულ ამჩნევ იმიტომ რომ შენი პროექცია, აი ეგ არის შენში გასაცნობიერებელი. და საერთოდ ამ სოციალურ მაგზელებმა შეარყია, ყველას უნდა გამოვიდეს თქواس და გახდეს ვარსკვლავი. მეგა, აი ეს არის უკვე ჩემი აზრით სერიოზული მენტალური პრობლემა. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ადამიანის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე და საბოლოოდ როგორც მივხვდით, ყველაფერი მანდ მიდის, მაგრამ
ფინალში მინდა რომ გარემოზეც ვისაუბროთ, გარემოცვაზე ადამიანი და რა გავლენას ახდენს ადამიანზე და მის ცხოვრებაზე გარემოცვა და ერთი პრიმიტიულ მაგალითს მოვიყვანდი, მაგალითად საქართველოში როგორ იქცევიან ადამიანები და საზღვარგარეთ როდესაც მიდიან აბსოლუტურად სხვა ადამიანები ხდებიან. ერთი რომ მე ვიცნობ ადამიანებს, ვისაც აქ შრომა ეზარებოდათ და უცხოეთში ძალიან მძიმე შრომას ეწევიან და მეორე ვარიანტი რომ აქ პირობითად შეიძლება ისეთივე გონიერები იყვნენ, როგორიც ახლა არიან, მაგრამ იქ რო წავიდნენ, უფრო გაიფურჩქნენ. აი, არა, ეგ falsafad მანდიხა ფსიქოლოგიური მგონი არაფერია, ეგ არის გარემო ანაზღაურება და შესაძლებლობა და რას გთავაზობს რა ის ქვეყანა. ხა საქართველოს ბევრს არაფერს გთავაზობს, აქ შეიძლება იმუშაო და თვიდან თვემდე თავი თვითონ საზოგადოების როლი და დამოკიდებულებაც რასთან დაკავშირებით? ოი ინდივიდის მიმართ საზოგადოება იგივე თუნდაც როგორ შეუძლია ერთ მომენტში აგიტაცოს, მეორე მომენტში დაგანარცხოს და ასე შემდეგ. ხო, ეგ კი ბატონო, მაგრამ ისე აქედან ამოვალ შენ უნდა შენ არ უნდა იყო დამოკიდებული, როდესაც ვამბობთ რომ ამბიცია არის სისუსტე, ეგ იგულისხმება ამბიცია ნიშნავს რომ ამ ამბიციაზე წამოგიკიდებს ვიღაცა ჯერ გაქებს, მერე იჯერებ და მერე უცებ აღარ გაქცევს ყურადღებას და ჩამოგაგდებს, ხო? მგონი ვუდი ელენის ფილმი ანოს ერთხელ გიждები ვუდი ელენზე ცხოვრება მშვენიერია. საფრანგეთში ტიპს რო აიტაცებენ, პოპულარულს ხდიან, დასდევენ, აბა რა გაცვიეთ, აბა როგორი საცვლები გაცვიეთ და მე უცებ არავის აღარ აინტერესებს, ისიც ვერ გაიგო, რატო გახდეს. აი ეგ რეალობა აქ ძალიან მაგრად აღწერილი, ხო? სოციუმი მუდამ ესეთი იყო, ხდები? ის რაონება კუკარეჩა ინგას დღეს მოვა შენი ფეხის ნაბან წყალს დადებს, ხო? ეს ნოდარ დუმბაძის გენიალური ტექსტი. ესეთი იყო ყოველთვის შენ რატო ხდები დამოკიდებული ეწეღან კარდაშენების რო ვთქვით ტაშს რო გიკრავენ შენ ხომ უნდა დაფიქრდე რომ არაფერი არ გამიკეთებია რაში მეუბნებიან რომ მაგარი ვარ მე მაგალითად ამას უფრო დაცინვად მივიღებდი და ძალიან დავფიქრდებოდი რატომ მეუბნებიან ხდები და აი როდესაც შენ ხარ ამ დამოკიდებულებაზე დამოკიდებული შენ ვერ დაგიცავს ვერავინ ერთი და იგივეა გაქებენ თუ გლანძღავენ არც ერთს არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმას შენ რომ მარტო რჩები. როგორ ხარ? აი ეს არის შენი რეალური მდგომარეობა. დარჩი შენ თავთან, აი როგორ ხარ, ეგ ხარ შენ. ერთ კითხვასაც დაგისვამთ ვიქტორ ჰიუგოს. ვიქტორ ჰიუგოს აქვს ნათქვამი ესეთი ფრაზა რომ აზროვნება ნიშნავს ტანჯვასო. რამდენად ეთანხმებით ამ ფრაზას? ხო, ჰიუგოსთან ცოტა რთულია კამათი, მაგრამ რაღაც დოზით გაცნობიერების რაღაც ტერიტორიაზე სანამ გადახვალ ალბათ ტანჯვა, თუნდაც იმიტომ რომ უყურო ამ ადამიანურ სიბრიყვეს და აი აქ ემოცია არ ჩადოდა სრულიად ესე გაყინულმა უყურო ალბათ რთულია კი კაცობრიობას თუ გადავხედავთ ალბათ აზროვნება რაღაც დოზით ტანჯვა კი არ არის იწევს ტანჯვას იმის გამო რომ აი შენ რაღაცებს უფრო მეტად ხედავ ვიდრე მაგრამ მე რომ გადიხარ ამ ტერიტორიაზე ხვდები რომ რაღაცაში ყველგან არის რაღაც ლოგიკა და უბრალოდ ემოცია ითიშება ერთი კითხვა რომელსაც ყველას უსვამ აბსოლუტურად განვლილი გზა თუ საბოლოო შედეგი საინტერესო კითხვა გზა მადლობა კიდევ ერთხელ და იმედია მოგეწონათ ეს ეპიზოდი მე ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე ჩემთვის როგორც ვარაუდობდი და ძალიან გამიხარდება თუ არ დაიშურებთ თქვენს ჩართულობას ვიდეოს ქვეშ რადგან ეს ძალიან ეხმარება არხის განვითარებას და თავის მხრივ თქვენს დაგიბრუნდებათ უფრო საინტერესო ეპიზოდების საჩუქრების და სხვადასხვა სესიების სახითაც დიდი მადლობა